ახსნა შემიძლია კიდევ ერთხელ მოგესალმებით ანა და დიდი მადლობა მივესალმები TV პირველის მაყურებელს. ახსნა შემიძლია იმ პასუხით, რომ შალვა პაპუაშვილი და მე ალბათ დანარჩენი ამსონები პოლიტიკური შტაბელებად, როგორც ეს მათი ტერმინოლოგია დადგებიან და დაიწყებენ საუბარს იმაზე, რაზეც საუბრობენ. აქ არაფერი არ იყო დასამალე, პირიქით მე ცოტა გვიან, მაგრამ მოვისმინე ყურადღებით ბატონი ირაკლი რუხაძის კომენტარი, საკმაოდ ვრცელი, რაც მან მისცა მის საკუთრებაში მყოფ ტელერადიო კომპანია იმედს და პრინციპში მივიღე ყველაფერზე დასტური, რაზეც მქონდა ინფორმაცია და რაზეც ვისაუბრე საქმიან დილაში. მე მიმაჩნია, რომ მისი პოზიცია იყო ცალსახად სწორი. მე მიმაჩნია, რომ ირაკლი რუხაძის დასმული აქცენტები იყო სწორი. და მე მიმაჩნია, რომ კითხვები, რომელიც დაისვა, მისი მხრიდან იყო სწორი. მე ასევე მიმაჩნია, რომ საზოგადოებაში კრიტიკული აზრი უნდა ჭარბობდეს მაამებლურ აზრს. ზოგადად და მიხარია, რომ ასეთი რამ დაფიქსირდა ბიზნესის შემთხვევაშიც, სადაც ცალსახად იყო და ესეც ნორმალურია პრო სამთავრობო პოზიციები იმ შეხვედრაზე, რომელიც 4 საათნახევარი გაგრძელდა და მაგრამ უბრალოდ ცოტა დრო დაგჭირდა, მაგრამ გავერკვიეთ და აღმოჩნდა, რომ გაცილებით მეტად ისმოდა კრიტიკული ხმა. არის ერთადერთი დეტალი, რომ ამ 4 საათიანი თუ 4 საათნახევრიანი შეხვედრიდან 70% მაინც ლაპარაკობდა და თან გაუჩერებლივ ირაკლი კობახიძე. რაც ნიშნავს შემდეგს, რომ ახალი ირაკლი კობახიძე რო ლაპარაკობს, არაფერი არ არის, მაგრამ ნიშნავს იმას, რომ გაცილებით ნაკლებ ბიზნესმენს მიეცა საშუალება დაესვა კითხვები. თორემ შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, რომ ეს შეხვედრა 4 საათში ვერ დამთავრდებოდა, დასრულდებოდა ალბათ 8 საათში. ყველას რომ მისცემოდა საშუალება ამ კითხვების დასმისა და უბრალოდ ბატონი რუხაძე გამომდინარე იქიდან, რომ ტელერადიო კომპანია იმედის გარდა ძალიან ბევრ სხვა მნიშვნელოვანი ბიზნესის მფლობელი და თანამფლობელობაშია, მისი სიტყვა იყო გაცილებით გრძელი და იყო რამდენჯერმე ცდელობა მისი შეჩერებისა სიტყვისა, იმიტომ რომ კრიტიკული ტონი იყო და ყველა ის კითხვა თავიდან ბოლომდე დაისვა, რაზეც მე მგონი ვერც ბატონმა რუხაძემ მიიღო პასუხები. შესაბამისად, ვერც სხვა ბიზნესმენებმა ვერ მიიღეს ამაზე პასუხები. აი, ჯამში რაც დაიწყო დღეს, ანუ 2 დღის თავზე, ამ შეხვედრიდან, როცა ყველაფერი წამოვა რაღაცა BMG-სკენ თუ ისაკაძისკენ, იმის იქით წასულა, სულ არ მაინტერესებს, რაც უნდათ ის ილაპარაკონ დღე და ღამე. მე თბილისში ვარ, ეგენი ბუენოს-აირესში არიან, მე ქართული მესმის და ესპანური არ მესმის, ნუ რა უნდა ველაპარაკო საერთოდ, როცა საქმიანი ადამიანები შეკრიბეს და კითხვებზე პასუხის გარეშე გამოუშვეს, ისე გამოუშვეს, რომ არც ერთ დაკავებულთან დაკავშირებით არც ერთი ფაქტი არ დადეს, არც სისხლის სამართლებრივი დევნის და არც ადმინისტრაციული დევნისა და არც არჩევნებთან დაკავშირებით რაიმე პასუხი გასცეს და მეტიც თუ ამის ალტერნატივა რა არის, იმაზეც არ საუბრობს ირაკლი კობახიძე და მას შემდეგ რაც ბატონი რუხაძე გამოვიდა და ისაუბრა ის რაც ისაუბრა, ეხლა ეთყობა საკმარისი ეს არ აღმოჩნდა, რახან დასტურია ამ ყველაფრისა და მათ ჭკუაში ჩართული არის ლათინოამერიკული ძიმე артиლერია და მე ამისთვის ამცალია. ხო, აი რუხაძის განცხადებები რატომ არის საგანგაშო ხელისუფლებისთვის ამაზეც კითხავთ, მაგრამ ჯერ მინდა ვისარგებლო თქვენი კარგი წყაროების მიერ მოწოდებული ინფორმაციით და ამაზე ვთქვათ უფრო მეტი გიორგი უშუალოდ აი ამ შეხვედრასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ფაქტია ინფორმატის შემდეგ, რომელიც თქვენ შესთავაზეთ საზოგადოებას და ფაქტია ამ free business-ის ამოქმედების შემდეგ ქართულმა ოცნებამ ჩათვალა საჭიროდ, რომ ასეთი შეხვედრა გაეკეთებინა ბიზნესის წარმომადგენლებთან. ხო, ეს არის შემდგარი ფაქტი, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ფიქრობენ, რომ ამ ადამიანებთან არის სასაუბრო. ნუ ნაწილი მე მგონი რომის პაპზე უფრო დიდი კათოლიკეა, მაგრამ ნუ ნაწილთან ხო მაინც იყო რაღაც კითხვებზე პასუხი გასაცემი. მაგრამ აი რაში ვერ არწმუნებს ოცნება აი ეს გამოჩნდა, ხო, გიორგი, თუნდაც ამ შეხვედრების შედეგებიდან და იგივე ამ აქცენტებიდან გამომდინარე, რომ რაღაც მთავარში, რაზეც როგორც თქვენ თქვით, დროის 70% დაუთმო კობახიძემ, ამაში ის ვერ არწმუნებს ბიზნესს. რა არის ეს საკითხები, როგორ არის? მე გეტყვით რა. მე მგონია, რომ აი ბიზნესიც ისევე როგორც დანარჩენი საზოგადოებაც უბრალოდ გაყოფილია იმ ნაწილებად, რომელსაც ჯერათ და რომელსაც არ ჯერათ.
ანუ გულისხმობ მართველი გუნდის პოზიციონირებისა. მართველი გუნდის მრავალწლოვანი პრობლემა არის, რომ ნებისმიერ კრიტიკულ აზრს, ნებისმიერ ოპოზიციურ აზრს ისინი განეხილავენ მტრულ რეჟიმში. და ამას ამტკიცებენ დღენიადაკ. ამას რითი აძლიერებენ და არგუმენტებით ეს ყველაფერი დაცლილი რო არის, ამისთვის ევროპარლამენტში იყო მრავალი წლის წინ, დაახლოებით 12-13 წლის წინ დამკვიდრებული ფანტასტიკური ტერმინი, რომელსაც ქვია talking nonsense. ეს პირდაპირად ესე არ ითარგმნება, მაგრამ ეს არის ადამიანი ან პიროვნება, ან გნებავთ, რომელიც არაფერზე არ ლაპარაკობს. მთავარია უბრალოდ ილაპარაკოს. შესაბამისად, ეხლა ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ბიზნესი ჩადგა იმ რიგში, რომელმაც ვერაფერზე პასუხი ვერ მიიღო. უბრალოდ ბიზნესმაც დაიწყო კითხვების დასმა და ამაში რა არის გასაკვირი ან ტრაგედია, მე არ მესმის. უბრალოდ გული მწყდება იმაზე ძალიან, რომ მართველი პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფო შენობებში არიან ახლა გადალაგებულნი, ცდილობენ ახლა ამ საზოგადოების დაყოფას. იქ მოდი კრიტიკულად განწყობილ ბიზნესმენებს შევხვდები. რა კრიტიკულად განწყობილი ბიზნესმენები? და გაიცი პასუხი კითხვებზე ევროპასთან დაკავშირებით, გაიცი პასუხი კითხვები ახალგაზრდების გამოშვებასთან დაკავშირებით, გაიცი პასუხი კითხვები არჩევნებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე თქვა ვწდები ამასთან დაკავშირებით. მითხარი, გამოსავალი არის შენს ხელში. შენ, როგორც მართველი პარტიისა, არც ამას ამბობენ. ველაპარაკებიან ევროპასთან დაკავშირებით, არსად არაფერზე არ გადაგვიხვევიაო, ამ დროს ყველაფერი საუბრობს იმაზე, რომ 28 ნოემბრიდან განსაკუთრებულად აირია ეს ყველაფერი და ლამის მათ მომხრეებსაც არ ესმით ეს ყველაფერი. ერთი პატარა დეტალი. რახან თქვენ ახსენეთ, მათ შორის ბატონი რუხაძის გუშინდელი ამოსვლა და სხვა სამთავრობო მხარდამჭერი ბიზნესმენებისა. ეს ადამიანები არც მალავენ. ღიად ამბობენ, გულწრფელები არიან, რომ მე თქვენი მხარდამჭერი ვარო, მაგრამ რო გააკეთებ 28 ნოემბერს განცხადებასო, რომ ევროპასთან ვაჩერებ და გადადებას ვაკეთებ დაახლოების პოლიტიკისო და ნაბიჯებისო და ერთ საათში რო გიწევს ამის შეცვლაო, ეს კარგი საქციელია, ცუდი საქციელია თუ შეცდომაო. და ეხლა იმის გამო რომ ეს ანუ გიორგი კითხვის არსებობა არ არის ბუნებრივი ქართული ოცნებისთვის, ხო? ეს და 36 საათში ეს ყველაფერი კონვერტირდა მარტივ პროპაგანდაში, რომელიც დაიწყო დღეს რამდენიმე პახმელიაზე მყოფი კაცისგან თუ ვიღაცისგან და გაგრძელდება ეხა ეს, მაგრამ როგორც გესმით, როგორც გითხარით, მე არ მესმის კიდევ ერთხელ ადამიანებისა, რომლებიც არ საუბრობენ ან ფაქტებით, ან არგუმენტებით და მე ვერ გავიგე რა უნდათ ამ ადამიანებს და კიდევ ერთხელ ვამბობ, არის კითხვები, არის ამაზე პასუხები. მე ვთვლი, რომ ირაკლი რუხაძის კითხვები არის ლეგიტიმური. და ეს არის ყველაზე რბილი შეფასება, რაც შემიძლია ვთქვა და ამ რუხაძე გამოვყავი, თქვენი კითხვა იყო, რატო გამოვყავით რუხაძეო? გეტყვით, რატომაც გამოვყავი რუხაძე? ეს აუხსენით თქვენთან ინტერვიუს დასაწყისში და ეხლაც ვიტყვი. ირაკლი რუხაძე, როგორც ინვესტორი და აქციონერი, არის წარმოდგენილი რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან ბიზნესში. მათ შორის ისეთ კომპანიებში, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით. შესაბამისად, ამ ბიზნესების გარდა ირაკლი რუხაძის და მისი პარტნიორების თანამფლობელობაშია ასევე ტელერადიო კომპანია იმედი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მისი კრიტიკული პოზიცია ის წარმოადგენს ნამდვილად ამ ქვეყნის ტოპ ყველაზე მსხვილ 10 ბიზნესმენებს შორის ნამდვილად არის. შესაბამისად, რა არის აქ გასაკვირი, რომ მასთან დაკავშირებით უფრო მეტი აქცენტირება ყოფილიყო და მისი პოზიცია, რომელიც მე პირადად როგორც ავტორმა გამართლებულად მივიჩნიე და მანეს დაადასტურა. გასაკვირი კი არა, ძალიან საგულისხმოა, გიორგი, ხო, პირიქით საგულისხმოა, ის არის სახელმწიფო მედია ძალიან დიდი კომპანიის მფლობელი ამავდროულად და ეხა შეფასებები პოლიტიკოსების არის ძირითადად და მათი საუბრონ რა და როგორ, მაგრამ ეს კონკრეტული კითხვები, რომელიც აქვს რუხაძეს, ხო, ეს მიუთითებს იმაზე, რომ სხვას შეიძლება ვთქვათ კიდევ უფრო მეტი და კიდევ უფრო კრიტიკული პოზიცია
პოზიცია კონდეს სახელმწიფო პოლიტიკასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იზოლაციის მცდელობაზე, ხო? თავისთავად ის რომ მან ამ ადამიანმა გადაწყვიტა რომ აი ყველას წინაშე ღიად დაესვა ეს კითხვები, ეს რაღაც გარკვეულ პროცესზე მიუთითებს, რომელიც ისევ ხელისუფლებას ახასიათებს, ხო? იმას ახასიათებს თუ რა ვითარებაში იმყოფება ეხლა ქართული ოცნება. დარბაში დამსწრე იყო 100 კომპანიის წარმომადგენელი, 100-მდე. ამას უხეშად, ხო? არის ესეთი ნათქვამი, რომელიც ჯერ კიდევ ჩემი ბავშვობიდან მომდინარეობს, როცა ორ კაცზე მეტმა იცისო, უკვე იცის ყველამ. შესაბამისად, ეხლა ვის რას ქონდა, რა გათვლა ჭირდება ისეთი ან ჩემ წყაროებზე, მე ჩემ თავს ჟურნალისტსაც არ ვწოდ, მე შესაბამისი არც განათლება მაქვს არაფერი, ვარ ეკონომისტი, მთხრობელი, ვარ ჩართული ბიზნეს მედიაში და ძალიან მიხარია და ამას ვამბობ ეხლა თქვენი ეთერით, რომ ბოლო ყველა ჩვენი გადაწყვეტილებით, რაც BMG-მ გააკეთა, ეტყობა აი რო იტყვიან 10-იანში მოარტყა, ზუსტად მიზანში. იქნებოდა ეს ბიზნესმენების შეკრება BMG-ში, ის 60 კომპანია, ვინც აქ შეიკრიბა, თუ ირაკლი ყობახიძესთან შეხვედრის რეალური ამბების გამომზეურება, რადგან ეს ეთკინათ ყველაზე მეტად და თუ ვინმესთან შეიძლება ამასთან დაკავშირებით პრეტენზია ჰქონდეთ, ჯერ საერთოდ როგორ შეიძლება ჰქონდეთ პრეტენზია ხელისუფლებაში ყოფ, როცა პრეტენზია გაქვს, რომ ხელისუფლებაში ხარ და მართავ, როგორ შეიძლება ჰქონდეს მიუღებლობა კრიტიკულ აზრზე, როგორ შეიძლება განსხვავებულ აზრზე ჰქონდეს მიუღებლობა. ამიტომ შესაბამისად ჩვენ გვაქვს ადამიანებთან საქმე, რომლებიც უბრალოდ ლაპარაკობენ იმისთვის, რომ უნდა ილაპარაკონ, რაც არის, არ ვიცი, ხო, ლომონოსოვის მოსკოვებში, სადაც უსწავლია იქ მეორე კურსის ჟურფაკის პირველი რაღაცა 3-4 წინადადება, რომ უნდა ილაპარაკოს და ნუ აი ლაპარაკობს რა და ხო და შესაბამისად, როცა ლაპარაკობ ჩვენგან არის კონკრეტული კითხვები და არა ის, რომ ვიღაცა ეთერი შეავსოს და მეც რაღაცნაირად გადამოვეცი ეს ამბავი და გადმოვეცი იმგვარად, რომ ეს არ იყო შეხვედრა და გამოგაცხადეს რეკეტიორად, ხო? გაცილებით მძიმე შეხვედრა და ეს იყო გაცილებით მძიმე შეხვედრა ირაკლი ყობახიძისთვის, ვიცე-პრემიერ დავითაშვილისთვის, იქ აპარატის უფროსი და სხვებიც ამ შეხვედრაზე, ვიდრე რაც იყო და ეხლა რაღაცა ამ ისრებს ატრიალებენ ამ თემაზე, ხსნიან პანდორას ყუთს, იქ რაღაცა ისაო, ქართულთან დაკავშირებით იმას ბატონს, რა ქვია, ემიდან ბუენოს-აირესიდან ერთადერთ შევახსენებ, რომ საკუთარი მე-11, მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრების სიები მოიკითხოს და მე ამ თემაზე მეც აუცილებლად მოვბრუნდები ჩემი თამადობით და მე ვილაპარაკებთ უკვე და მანამდე მე ესპანურს დავხვეწავ, რომ ბუენოს-აირესში საერთო ენაზე ვისაუბროთ. გიორგი, პრაქტიკულად თქვენ მიეცით ბიძგი ამ პროცესს, ეხა ბიზნეს საერთოდ ბოლო მომენტში, ანუ ნაკლებად ან ბოლო მომენტში ალაპარაკება ახასიათებს, ხო? აი საშიშროება, რომ ესეთი საგზნობი არ იყოს და ეს კრიზისი ბიზნესის ნაწილისთვის უკვე დამდგარია, ჩვენ ნახეთ. ანა, მაპატიე რო გაწყვეტინება, ბიძგი მივეცით, ანუ ნახეთ, ჩემი და თქვენი საქმე ეს რა. ხო, რა თქმა უნდა, ფორმატის მიუღებლობაა, ხო, რომელიც შესთავაზე საზოგადოებას თავად ახსენებს. ჭარბობენ პოლიტიკოსები, იმიტომ რომ ანა პოლიტიკური მედიის წარმომადგენელია, მე ბიზნეს მედიის წარმომადგენელი ვარ და აქ ბიზნესი, მათი უდიდესი ნაწილი გზნობს თავს კომფორტულად, აქაურობა მათი სახლია და მათ ისაუბრეს იმაზე, იმ ემოციური ჩემი მოწოდებიდან გამომდინარე, რომ მოდი შევიკრიბოთ და ვილაპარაკოთ. მე მგონია რომ ზე ცივილიზებული ფორმა არის ამ ყველაფრის მიმართვიანობისა, თუ არ ჩავთვლით, კიდევ ერთხელ ვამბობ, ამათ მიუღებლობას განსხვავებული აზრისა, რაც ნუ მოჭარბებული იმიდან მოდის, ეს ღრმა და სხვა თემა არის. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემთვის უფრო მთავარია იმ დეტალებზე საუბარი. რა თქმა უნდა, გეთანხმები გიორგი. პასუხი კითხვებს და აი ამ კითხვებს სანამ პასუხს არ გასცემენ, ჩემთვის მაშინ დარჩება ის, რომ ეს რეკეტიორია ისაკაძე ბავშვებს ჭამს დილაობით და საღამოს ხანდაზმულებს აყოლებს და ამდაგვარი რაც უნდათ ის ილაპარაკონ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის აბსოლუტურად ჰაერში გასროლილი სიტყვები ჩემთვის. კი, გიორგი, ერთი კითხვა ასევე გეთანხმები აბსოლუტურად, ანუ მთავარი არის არა ის თუ რატომ გახდი სამიზნე, არამედ ის თუ რა პრობლემებს ვერ ფარავს ხელისუფლება, ხო? ისე დონეზე, რომ აი რუხაძესაც უწევს საუბარი იმ კითხვებთან დაკავშირებით, რაც პასუხგაუცემელია ამ დრომდე და რაშიც ვერ არწმუნებს ქართული ოცნების ხელისუფლება, არ მხოლოდ ბიზნეს, არამედ საზოგადოებას და ამის მაგალითია ის, რაც ხდება ყოველდღიურად
დღიურად უკვე ერთი თვე ხდება თბილისის ცენტრში. რატომ გააკეთა ეს ყველაფერი ქართული ოცნების ხელისუფლებამ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას გულისხმობ. გიორგი, თავად არსებულ სურათზე რისი თქმა შეგიძლია, როგორც ბიზნეს მედიის გენერალურ მენეჯერს, დამფუძნებელს, აი რაც ხდება, ხო? ვნახე დღეს ქიქავას პოსტი, რომელსაც ჰქონდა შეთავაზება, ექსპორტ ჯორჯიას წარმომადგენელს გულისხმობ, რომ აი რაღაც შეჩერდეს იქ რაღაც გაცემა პრემიების და ასე შემდეგ. ხო, ძალიან საგრძნობია ბიზნესისთვის ის საშიშროება, რომელიც კიდევ უფრო მეტად მოუახლოვდება ქვეყანას თუ ეს იზოლაცია გახდება შეუქცევადი. ამაზე რისი თქმა შეგიძლია, რა არის თქვენი დაკვირვება ამ პროცესზე? რესან ქიქავა ხვალ ჩვენი და თქვენი ეთერით საქმიანი დილას თუმარი იქნება, მე შემიძლია დავადასტურო ჩვენი მეგობრის ყოფნა საქმიან დილაში, ის ერთ-ერთი რესპონდენტი იქნება დილის 9:30-დან და ისაუბრებს როგორც თავის ბოლოდროინდელ ნაზრებზე, რესანი ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებით ღიაობით საზოგადოებასთან, გარდა იმისა, რომ ექსპორტ ჯორჯიას გენერალური დირექტორია, რესანი აკადემიური წრეების წარმომადგენელია, პროფესორია, ასწავლის ილიას უნივერსიტეტში. რაც შეეხება დანარჩენს ბიზნესს, გარდა ამ ყველაფრისა, ჰქონდა კიდევ მნიშვნელოვანი კითხვები, რომელიც ეხებოდა კარზე მომდგარ ეკონომიკურ კრიზისს, რომელიც მომდინარეობს იზოლაციონიზმის და წამოსული სანქციების თემებიდან გამომდინარე. მე მგონია, რომ მიღმა იმისა, რომ რაღაცნაირად გადმომისამართებას აკეთებენ ირაკლი რუხაძის თემისა ამ კონკრეტულ შემთხვევაში თქვენი მონამორჩილისკენ და კიდევ ერთხელ ამბობ, რამდენიც უნდათ იმდენი გამოუშვან, არანაირი პრობლემა ამასთან დაკავშირებით არ არის, რაც მეტი უკეთესი. არის კიდევ მეორე თემა, გასცემ პასუხი იმ მოსალოდნელ რისკებს და საფიქრალებს, რაც მომდინარეობს იზოლაციონიზმისგან ქვეყნისა, დასავლური სტრუქტურებისგან და რაელის ეკონომიკას იმ პირობებში, როცა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად ჩვენ გვიწევს ცხოვრება სანქციების პირობებში. ჩვენ ამისი არც გამოცდილება და არაფრის. მაგალითად, აქაც მოვიყვან იგივე მაგალითს, რაც მოვიყვანეთ თქვენთან ინტერვიუს დასაწყისში. მოდი ჩავთვალოთ, რომ მე კვლავ ვცრუობ. მე ვარ რეკეტორი, ბავშვების მჭამელი და ხანდაზმულების საღამოობით, ხო? და ვთქვათ ვცრუობ. საკუთარ ვიცე-პრემიერს ბატონ დავითაშვილს მოусმინონ, რომელიც იმავე შეხვედრაზე ბიზნესმენებთან დასრულებისთანავე ჩამოვიდა და თქვა, ხაზი გაუსვა, არა რაიმე აპათიურ სიტუაციას, რომ არიქა ხვალ ჩამოგვეშლება ყველაფერი. პრობლემებს, რომელიც შეიძლება ნეგატიურად აისახოს ეკონომიკაზე. არც ამაზე არ საუბრობენ. არ საუბრობს არაფერზე გარდა იმისა, რომ რაღაცა სათვალავში ამოიღონ მორიგი ადამიანი იმის გამო, რომ ვიღაცამ დააფიქსირა კრიტიკული აზრი, აი იმ ვიღაცას ამ კონკრეტულ შემთხვევაში ირაკლი რუხაძეს ვერაფერს ვერ ეუბნებიან, იმიტომ რომ ის ხო პოლიტიკოსი არ არისო. აბა მე ვარ პოლიტიკოსი, ჩემს და შენ შორის პოლიტიკოსის მაშინ მიშა ყაველაშვილმა დაამთავროს, აი ესე ვილაპარაკოთ. ესეც შეგვიძლია. საერთოდ ყველანაირი ლაპარაკი შეგვიძლია. არც ერთის პრობლემა არ არის. და შემიძლია კიდე სხვა რამე ვთქვა. კრიტიკული აზრის მიუღებლობა ნუ აქვს და პირიქით კი ნუ დაყოფენ ამ ადამიანებს. არამედ როცა დაფიქსირდება რაღაცა კრიტიკული აზრი, დავსხდეთ და ვილაპარაკოთ. თორე ლაპარაკთან დაკავშირებით ყველანაირი საუბარი შეგვიძლია. და არც მაგაზე ჩაიყობს ვიღაცა ჯიბეში ხელს. ეს არის ჩემი სათქმე. გიორგი, ბოლო კითხვა მინდა დაგისვა, თუ შეგიძლია ისევე წყაროებზე დაყნობით, აი დაკავებულებთან დაკავშირებით მართლა რაღაცნაირად დამრჩა დანაკლისი ამაზე, რას ამბობს ხელისუფლება. მოვისმინე, რომ ერთ-ერთი თუ არ ვთქვი აეროპორტის ხელმძღვანელი პირი საუბრობდა, რომ ითქვა, რომ ახალ წლამდე გათავისუფლდებიანო, მაგრამ ეს არიან ის ადამიანები, რომლებსაც ადმინისტრაციული კონდათ, ხო ეს ისედაც უწევთ გამოსვლა. ანა არ ხდება არც ეგ. ხო, აი სისხლის ნაწილში თავარი 100 კომპანია მივიდა კობახიძესთან შეხვედრაზე. ლამის მთავრობა იყო, ეკონომიკური გუნდი წარმოდგენილი იქ და იმ ორი მოთხოვნიდან, რაზეც იქ საუბარი მიდიოდა, რომელსაც ვამბობ, რომ ყველა არ უერთდება და ნორმალურია ეგ, რომ ყველა არ უერთდება. განსხვავებული აზრი იმას რო აქვს, ესეც ნორმალურია. ქართული ოცნების მხარდაჭერაზე მე ნუ მელაპარაკებიან საკუთარი ოჯახის წევრებიდან ლამის, რომელსაც ადამიანებს თვლი თუ ნათესაობიდან, მეც იგივე რიგითი ვარ, რომელიც ცხოვრობს თანაცხოვრებაშია ქართული ოცნების მხარდამჭერებთანაც და ყველასთან, მაგრამ შენ ხელისუფლება გქვია დღეს. შენ ხელისუფლება გქვია დღეს და შენ გამაერთიანებელის როლი უნდა ტვირთო და არა გამყოფის და გამოვიდა ისე, რომ იმ დარბაზში მისული ადამიანებიდან ისიც კი არ გააკეთეს, რომ ახალგაზრდები გამოეშვათ
თუნდაც ადმინისტრაციული წესი დაკავებ და არც იმ ხალხს აჩვენეს ვინმეს კონკრეტული ვიდეო, რომ ესა და ეს ადამიანი ამაში არის დამნაშავე. ფაქტი, სურათი, დადასტურება, მოწმეების ჩვენებას არ გულისხმობ. ფაქტზე ვლაპარაკობ. არც ეგ და რა ხდება ახლა? ეს ადამიანები გამოდიან თვითდინებით, ყველანი. არაფერი არ ხდება ვინმეს იქ რაღაცა ჩაწოდებით, მაგრამ ბიზნესმენების ხმას ვინ რაზეც შეისმენდა ამ ყველაფრიდან გამომდინარე, როცა 10 დღის წინ ანალოგიურად საფრანგეთის პრეზიდენტი ესაუბრა ბიძინა ივანიშვილს და ყველას შესაბამისად რაღაცნაირად ხდება იგნორი და რჩება მხოლოდ და მხოლოდ ის რაღაცა დღის წესრიგი, რომელსაც უნდა გავყვეთ და ამაზე როგორც გითხარით, სხვაგანა ვართ. ეს ადამიანი არის კონკრეტულად ჩემთვის ბუენოს-აირესში, მე თბილისში ვარ და ამაზე არც მინდა მეტი ლაპარაკი. ეს არის ჩემი პასუხი რა. კი ბატონო, დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა გიორგი, წარმატებას გისურვებ, დაგემშვიდობები გიორგი ისაკაძე. ნახვამდის გიორგი ისაკაძე, BMG-ს გენერალური პროდიუსერი და დამფუძნებელი საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში. ეს არის ასეთია სურათი, თქვენ უკვე მოგასმენინეთ რა ილაპარაკა პარლამენტის თავმჯდომარემ ამ საკითხზე.